თეთრი პური მომაკვდინებელია. გავიგეთ, რომ ძალიან მავნებელია თეთრი ფქვილი და თეთრი ფქვილისგან გამომცხვარი პური, მაგრამ რა არის ალტერნატივა, რა ვჭამოთ? თუ გაინტერესებს, გამოიწერეთ ჩემი არხი, ბოლომდე ვიყურე ბევრ რამეს გასწავლე. თეთრი პურის ალტერნატივა და პრინციპში ყველაზე ჯანსაღი ნახშირწყლების წყარო უნდა იყოს ცეხვილი ფქვილისგან გამომცხვარი, ანუ მეორე ხარისხის ფქვილისგან გამომცხვარი პური. ეს არის ჯანსაღი, ეს არის ნატურალური, ოღონდ თუ ნამდვილად იცით, რომ მხოლოდ ცეხვილი ფქვილისგან არის გამომცხვარი და შიგ არ არის გადარეული არც საღებავი და არც თეთრი ფქვილის გარკვეული ოდენობა. ანუ არსებობს შერეული პური, რომელიც გამომცხვარია დაუშვათ 12% ცეხვილი ფქვილისგან და 32% თეთრი ფქვილისგან. ეს ბუნებრივია, რომ აღარ არის ცეხვილი. ამიტომ პური უნდა იყოს მხოლოდ ცეხვილი და ყოველთვის ყველა ვარიანტში. ყოველთვის წაიკითხე შემადგენლობა, როცა ყიდულობ პურს. არ იყიდო პური, რომელსაც არ აწერია შემადგენლობა. პერსონალური მენიუ შესადგენად და დამატებითი ინფორმაციისთვის მომწერე. მოდი, ვილაპარაკოთ.